ვაუბრობთ იმაზე, რომ სავარაუდოდ პოლიციელებმა ცემეს ვასილომცაზე, რა შუაშია, რამდენჯერ არის ვასილომცაზე ნასამართლები. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და 1000-ჯერ რომ იყოს ნასამართლები, ეს ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც იმის მტკიცებულებად გამოდგება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვასილომცაძემ ნამდვილად დანაშაული ჩაიდინა და ვერც იმის გასამართლებელ საფუძვლად გამოდგება, რომ ასეთი მძიმე დამნაშავე ცემოს რომელიმე პოლიციელმა. არის გაგრძელება იმ მანკიერი ტრადიციის თუ პრაქტიკის, რასაც რამდენიმე ხნის წინ არც თუ შორეულ წარსულში ჰქონდა ადგილი, რომ რამდენიმე პოლიციელი ერთად დაჯდებოდა ერთ და იგივე შინაარსის ჩვენებაზე მოაწერდა ხელს თავისი ანალოგიური გრამატიკული შეცდომები და ეს იყო საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ პირი პასუხისგებაში მიეცათ. პოლიციელის ქმედებაში იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და მან გადაამეტა თავისუფლებამოსილებას მაშინ, როდესაც დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ამიტომ მიმართა მთავარ პროკურატურას. პოლიციელის ქმედებაში იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და მან გადაამეტა თავისუფლებამოსილებას მაშინ, როდესაც დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ამიტომ მიმართა მთავარ პროკურატურას, რათა გამოიძიოს აწარმოოს გამოძიება და გამოავლინოს დამნაშავე პირი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.